მთავრობაში ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მიზნით კონსულტაციების ვადა იწურება. უწყებები შემცირებული ხარჯების საბოლოო ვარიანტზე ამ დრომდე მუშაობენ. სახელდება თუ არა კონკრეტული ციფრები და როდის გახდება ცნობილი, რა ტიპის ხარჯების შემცირება თითოეულმა უწყებამ. ანა წერეთელი განაგრძობს თემაზე საუბარს გისმენთ ანა. როგორც ცნობილი არის, ბიუჯეტის შემცირებულ ხარჯებთან დაკავშირებით საბოლოო ინფორმაცია ცნობილი უნდა გახდეს ხვალ მთავრობის ხდომაზე. წინასწარი ინფორმაციით ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარადგენს აღნიშნულ ვარიანტს კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რომელმა უწყებამ რა ხარჯზე თქვა უარი. რაც შეეხება ამ ხარჯების მიმართულებას, ცნობილი არის რამდენიმე მიმართულება. საუბარი არის ერთად ადმინისტრაციულ ხარჯებზე, ასევე რბილი აბეჯის და ძვირადღირებული მანქანებისთვის შესაძენი თანხების დაზოგვაზე. ასევე ცნობილი არის, რომ არ მოხდება ინფრასტრუქტურული და სოციალური ხარჯების შემცირება და ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, ამ დროისთვის უწყების ხელმძღვანელი პირები ამ ციფრების დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც საუბრობს იმაზე, რომ როგორც ცნობილია, ეს იქნება ადმინისტრაციული ხარჯი და ძირითადად მაგალითად გეტყვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითს, სადაც საუბრობენ, რომ 3 მილიონზე მეტი ლარი დაიზოგება. გუშინ შედგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ფინანსთა მინისტრი მუშაობს ამ საკითხზე, დღეს ბოლო კომუნიკაციას ახდენს იგი ყველა სამინისტროსთან და ხვალ სავარაუდოდ მთავრობის ხდომაზე იქნება წარმოდგენილი საბოლოო ვარიანტი. ყველა სამინისტროში, მათ შორის ჩვენ სამინისტროშიც, რა თქმა უნდა, ხდება ძირითადი შეკვეცა ხდება ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით და ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიების და შრომის ანაზღაურების მუხლში ხდება ძირითადი შეკვეცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა ბიუჯეტის შემდგომი ნაწილის ოპტიმიზაცია დაახლოებით 3,5 მილიონი ლარი გამოვათავისუფლეთ შემდგომ გეგმაში და ეს არის ადმინისტრაციული დანახარჯების ასე ვთქვათ უფრო დაკორექტირებული ვარიანტი. მე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელი გახდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზის შემცირების შედეგად და უკვე ახალი შემცირებული ხარჯების ვარიანტი 2%-იანი ეკონომიკური ზრდის ფარგლებში მომზადდება. მადლობთ ანა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.